კონკურენტების წაფორხილებით კარგად ისარგებლა ზესტაფონმა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის მეტალურგს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. პირველი გოლი შეხვედრის დებიუტში გავიდა. მუჯირი გრიგალაშვილი დვალის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. 5 წუთში ზესტაფონს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით გორგიაშვილმა ვერ ისარგებლა და მომენტი გააფუჭა. ამის შემდეგ რუსთაველები გამოცოცხლდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. ჯერ როინ კვასხვაძემ ითამაშა კარგად და მაისურაძის ურთულესი ბურთი აიღო. ხოლო 30 წუთზე გუნდის გადარჩენა მანაც ვეღარ შეძლო და ირაკლი სიხარულიძემ იმავე მაისურაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. გაშვებულ გოლს ზესტაფონელთა კიდევ უფრო გააქტიურება მოჰყვა და ტაიმის მიწურულს მასპინძლები წინ გავიდნენ. აფციაური ჩაწოდებულ ბურთს ონიანმა დაუხვედრა თავი და გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. მეორე ნახევარი ძირითადად ძალისმიერი ორთაბრძოლებით და ნაკლები სახიფათო მომენტებით იყო გამორჩეული და შეხვედრა საბოლოოდ ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა.